დავიწყოთ Business Insider-ი და რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდის ყველაზე უფრო აქტუალური საკითხი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არის ისეთი ტიპის მოვლენა, რომელსაც ექნება წლების განმავლობაში მისი განსაკუთრებით პოზიტიური შედეგი და არაერთხელ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი. საუბარი შეეხება სწორედ იმ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას, 6 მილიარდიან ინვესტიციას, რომლის მოლოდინიც გვაქვს უკვე მიმდინარე პერიოდიდან, ცხადია მიმდინარე პერიოდიდან სხვა ტიპის სამუშაოების დაწყების. საუბარია იმ ჯგუფის ინვესტიციაზე საქართველოში, აუცილებელია აღინიშნოს, თუმცა ამის შესახებ ასევე ითქვა, მაგრამ მაინც ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ MR ჯგუფი არის სამშენებლო დეველოპერული მიმართულებით მსოფლიოში ნომერ პირველი, თუ არა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი კომპანია და ცხადია, როდესაც ასეთი ტიპის კომპანია იღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად ნიშნავს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინვესტიციას, არამედ ნიშნავს მინიმუმ 2 რამეს სხვა უცხოელი ინვესტორების დამატებით ქვეყნისადმი დაინტერესებას და ამავდროულად ქვეყანაში უკვე არსებული კომპანიების მხრიდან მეტ სურვილს რეინვესტირების სხვადასხვა მიმართულებით. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტია, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სამშენებლო დეველოპერული მიმართულება არის მიმართულება, რომელშიც ყველაზე უფრო მეტი სამუშაო ძალაა საჭირო, ყველაზე უფრო შრომატევადი დარგი, ასე რომ ვთქვათ, რაც ნიშნავს მარტივ რამეს, რომ როგორც კი დაიწყება სამუშაოები, ეს ავტომატურად გამოიწვევს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას. თან ამავდროულად თუ ჩვენ ჩავხედავთ საქართველოში სტატისტიკურ მონაცემებს ანაზღაურებად დარგებთან მიმართებაში, სწორედ სამშენებლო დეველოპერული მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ანაზღაურებადი დარგი. ანუ რაც ნიშნავს კიდევ ერთხელ მთავარ თემას სამუშაო ძალის ნაწილში დასაქმების დას და ეს ყველაფერი არის მაღალ ანაზღაურებად სექტორში, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად სექტორში და ამავდროულად, როცა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ეროვნული ვალუტის ნაწილზე, იმ ფაქტორებიდან, იმ 4 მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორიდან ექსპორტი, ინვესტიციები, გადმორიცხვები და შემოსავლები ტურიზმიდან, რა თქმა უნდა, ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მით უმეტეს, როცა ჩვენ 6 მილიარდებს ვსაუბრობთ, ანუ ის თუ რა მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მას ასევე ეროვნული ვალუტის სიმყარეზე. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც მარტივად და სწრაფად მოვიხილავთ ჩვენ წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს, თუ შევხედავთ ამ შემთხვევაში ვითარებას, ხედავთ რომ 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, რაც გვაქვს დაზუსტებული მონაცემები ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციების მაჩვენებელს, აი თუ ვითარებას შევხედავთ, სარეკორდო მაჩვენებელი ამ შემთხვევაში იყო სარეკორდო მაჩვენებელი ამ შემთხვევაში იყო 2 მილიარდ 250 მილიონზე ცოტა მეტი, შედარებისთვის MR-ის ინვესტიცია ამ შემთხვევაში არის 6 მილიარდის მოცულობით. თუ ჩვენ საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ 2013-2023 წლების, ეს არის დაახლოებით მილიარდ ნახევარი ინვესტიცია და კიდევ ერთხელ შედარებისათვის MR ჯგუფის ინვესტიცია არის 6 მილიარდი. რამდენადაც მე ვიცი, ეს არის 3-5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიცია, 3-5 წლის განმავლობაში ჩვენ ავიღებთ საშუალოდ მილიარდზე ცოტა მეტი ინვესტიციაა წელიწადში, რაც საშუალო სტატისტიკით ასევე საქართველოში წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების გაორმაგებას ნიშნავს. ანუ საშუალოდ წელიწადში მილიარდზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება საქართველოში, MR ჯგუფის მიერ დამატებული ინვესტიცია ნიშნავს გაორმაგებას ამ მაჩვენებელს, რაც ცხადია პირდაპირ აისახება კეთილდღეობის ნაწილზე, ისე ზოგადად უფრო ფართო სტატისტიკაში თუ წავალთ 96 წლიდან დღემდე, რასაც სტატისტიკის სამსახური გვთავაზობს სტატისტიკას, საქართველოში საშუალოდ 1 მილიარდის ინვესტიცია ხორციელდებოდა წელიწადში. ეს არის საშუალო მაჩვენებელი და კიდევ ერთხელ შედარებისთვის რას ნიშნავს 6 მილიარდი, ვინაიდან ბევრი იყო საუბარი, ბევრი იყო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ აი რაღაცა არ იყო საერთაშორისო მედიაში გაცხადებული ინფორმაცია თუ ასე შემდეგ და პირველ რიგში სამწუხარო ინფორმაციაა ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაფერში ნეგატივს ეძებენ, ვინაიდან ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეხლა როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი პირი საუბრობს საქართველოში ინვესტირებაზე, მეტი ვის უნდა დაუჯერონ, ხო? ანუ მეტი ვიზზე უნდა ვისაუბროთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ განაცხადოს და რაც მთავარია საერთაშორისო მედია, ანუ მათ კრიტიკის ერთი ნაწილი არ ქონდათ დასრულებული, რომ დაიწყო მეორე ნაწილი. საერთაშორისო გამოცემას გულისხმობს Forbes, Bloomberg და ასევე ფართოდ მედიაში გავრცელდა სწორედ ინფორმაცია ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ეს არის გადამდები ეფექტი იმ ნაწილში, ეს არის კიდევ ერთი სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, როგორც ადგილზე რეინვესტირების ნაწილში, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ისე საერთაშორისო
ინვესტიციების მიმართულებით. რაც თავარია კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც ცდილობდა საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის იზოლაციას და ჩვენ ნახეთ არაერთი მცდელობა თავისი ანონიმკებით კონგრესში გაგზავნილი, ეს ნაწილი დასრულებულია, ვინაიდან როდესაც ასეთი ჯგუფი შემოდის საქართველოში, ცხადია კიდევ ერთხელ მეტყველებს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის სანდოობაზე. 6 მილიარდს არ ხარჯავენ ქვეყანაში, რომელსაც პირობითაც სადაც არასტაბილურობის ეშინიათ, სადაც მთავრობის არ ჯერათ, სადაც რეფორმების არ ჯერათ. 6 მილიარდს ხარჯავენ ქვეყანაში, სადაც ჯერათ სტაბილური ეკონომიკური განვითარების, სადაც ჯერათ იმ ქვეყნის მთავრობის, სადაც ჯერათ კორუფციისგან თავისუფალი მთავრობის და სადაც ჯერათ კანონის უზენაესობის. დიახ, ასეთ ქვეყანაა საქართველო და ასეთ ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო ემ არ ჯგუფმა, თუმცა ჯობს ამ თემებზე ვისაუბროთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად, ბატონ ირაკლი ნადარაიშვილთან, რომელიც სწორედ ვიზიტში იმყოფებოდა. პრემიერთან, ვიცე-პრემიერთან ერთად ბატონ ირაკლი, მოგესალმებით და თუ შეიძლება მეტი რომ გითხრათ კომპანიასთან დაკავშირებით და ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით უკვე ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა გიორგი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ნამდვილად უპრეცედენტოა ეს ინვესტიცია, როგორც კაპიტალის შემოდინების თვალსაზრისით, ასევე პროექტის შინაარსის და მისი კომპლექსურობის და შედეგად მისი მნიშვნელობის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის. საერთო ჯამში საუბარი გვაქვს დაახლოებით 800 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებაზე, ეს არის დაახლოებით 3 მილიონი კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართი და რამოდენიმე ასეული ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე. მით უფრო რომ ეს მოცულობები განთავსებულია ორ კონკრეტულ ლოკაციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე არ გვაქვს ერთი შენობის ან შენობების კომპლექსის განვითარებასთან, არამედ საქმე გვაქვს ახალი ურბანული ეკოსისტემების შექმნასთან, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე კონკრეტულად იმ ლოკაციებისთვის, სადაც ეს პროექტები იქნება განთავსებული. აი, ლოკაციები ახსენეთ ზუსტად და დაახლოებით ასე ვთქვათ, საუბრები მიდის ამ თემაზე. თუ შეიძლება უფრო მეტი გითხრათ, რომელ ლოკაციებზე საუბრობთ და რატომ ეს ლოკაციები ამ შემთხვევაში ამ ინვესტიციისთვის რატომ არის შერჩეული? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, რაც ეს პროექტი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობდა სამუშაო, ინვესტორებთან ერთად პრინციპში მთელი საქართველოს შემოვიარეთ და ვაჩვენეთ ყველა მეტნაკლებად საინტერესო ლოკაცია, რომელიც მათთვის შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, რა თქმა უნდა, მთელი რიგი პარამეტრები არის, მიხედვითაც ისინი არჩევდნენ მიზანშეწონილობას. ორივე პროექტი გამოირჩევა იმით, რომ არის წყალთან ახლოს, წყალზე გასასვლელი, აქ ერთ შემთხვევაში ეს არის მდინარე მტკვარი, მეორე შემთხვევაში ეს არის შავი ზღვა. თუ გადავხედავთ მათ პორტფელს, მათ შორის საერთაშორისო პორტფელს, აქ დომინირებს წყალთან, ასე ვთქვათ, დაკავშირებული პროექტები და ამ ჯგუფს აქვს განსაკუთრებული გამოცდილება ესეთი პროექტების განვითარების, როგორც ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, ასევე აფრიკის ქვეყნებში. კონკრეტულად საუბრობთ ორ ლოკაციაზე, ეს არის აჭარის შემთხვევაში გონიოს ტერიტორია, ყოფილი ეგრეთ წოდებული სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, დაახლოებით ალბათ 250 ჰექტარზე საუბრობთ და მეორე შემთხვევაში ეს არის თბილისი რუსთავის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარე, დაახლოებით ფონიჭალის და კრწანისის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 550 ჰექტარი, რომელიც ამ შემთხვევაში მტკვრის ორივე მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე არის განლაგებული. ძალიან საინტერესო თემაა, თქვენ აღნიშნეთ, რომ აი 1 წლის განმავლობაში, როდესაც ინვესტორებთან ერთად სწავლობდით სიტუაციას, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში მედიაში, ცალკეულ შემთხვევაში, რაც კრიტიკის ნაწილით გამოირჩევა ხოლმე, იყო აღქმა, რომ აი ეს რაღაც სპონტანური გადაწყვეტილება იყო და მინდა კიდევ ერთხელ განმარტო მაყურებელს, რომ შეუძლებელია 6 მილიარდთან დაკავშირებული ინვესტიცია იყოს სპონტანური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან სერიოზული კვლევა და შესწავლა, როცა ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა საბოლოოდ საქმე პრემიერის ვიზიტის დროს დასრულდა და აგვირგვინდა, ასე ვთქვათ, ეს ნაწილი ამ შემთხვევაში, თუმცა კიდევ ერთხელ შემთხვევაში მთლიანად ხდება შესწავლა, ცხადია, არა მხოლოდ ტერიტორიული ნაწილის, არამედ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სტაბილურობის, ეფექტიანობის და ასე შემდეგ, ასე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თუ შეიძლება, ბატონ ირაკლი, რომ ცოტა მეტი ვისაუბროთ ეფექტზე, რასაც ველოდებთ, ანუ ასევე პერიოდზე, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ამ ნაწილის კითხვა, აი რა პერიოდში განხორციელდება ინვესტიცია და რა იქნება ეფექტი ეკონომიკაში. კი ბატონო, მეორე კითხვით დავიწყებ, ნამდვილად არ ხდება სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, არც 6 მილიარდიანი ინვესტიციების და არც გაცილებით ნაკლები მოცულობის ინვესტიციაზე ინვესტორი არ იღებს მყისიერად გადაწყვეტილებას, ამას უძღვის წინ საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი. წელიწადზე მეტი ალბათ, როგორც მოგახსენეთ, სამუშაო მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, გარდა იმისა, რომ ორი ლოკაცია შეირჩა, მოხდა საკმაოდ მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარება და ასევე კონცეპტუალური ხედვების მომზადება, რომელიც არის უკვე, ასე ვთქვათ, მხარეთა შორის სამუშაოს შედეგი. იმ მემორანდუმით, რომელიც გაფორმდა მიმდინარე კვირაში, იწყება, შეგვიძლია ვთქვათ, შემდგომი ფაზა, მეორე ფაზა, როდესაც მოხდება უკვე განვითარების დეტალური გეგმების შემუშავება, მათი წარდგენა მარეგულირებელ ორგანოებში და დამტკიცება, მუშაობა დაიწყება და განხორციელდება არქიტექტურული, ასე ვთქვათ, გეგმების და არქიტექტურული პროექტების შემუშავება და რა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორული, ასე ვთქვათ, ჩარჩოს განსაზღვრა და უკვე შემდგომ ეტაპზე მე ვარაუდობ, რომ ეს იქნება ალბათ 12-დან 18 თვემდე დაახლოებით პერიოდი დაიწყება უშუალოდ სამშენებლო პროცესი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ანიშნავს, რომ პროექტი იწყება 1 წლის მერე პროექტი დაწყებულია უკვე წელიწადზე მეტია და არც ერთი დეველოპერული პროექტი არ იწყება სამშენებლო სამუშაოებით. იწყება გაცილებით ადრე და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ეს ნიშანია ბუნებრივი ამ შემთხვევაში. კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე უკვე გაიხსნება ოფისი, ინვესტორის ოფისი თბილისში, დაიწყება, ასე ვთქვათ, იმ ჯგუფის, იმ ხალხის შეკრება, რომელიც ამ პროექტებზე იმუშავებს, მათ შორის ადგილობრივ დონეზე, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება კომპანიის Eagle Hills-ის და MR-ის პროფესიონალები, ტოპ პროფესიონალები, რაც არის ამ პროექტის ერთ-ერთი დიდი ღირებულება სათავო ოფისიდან. და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ოფისის გახსნასთან ერთად კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება რუკაზე მონიშნა საქართველოს, შეიძლება ასე თქვა, საინვესტიციო რუკაზე, მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე, როცა ასეთი კომპანია, ასეთი ჯგუფი შემოდის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტის ეფექტი, თუმცა ამ პროექტის ეფექტი თავისთავად ძალიან დიდია, თქვენ მკითხეთ კიდევაც, დაახლოებით, სწრაფად რომ გიპასუხოთ, დაახლოებით 0.8% პუნქტით ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკურ ზრდის წახალისებას ვარაუდობთ ყოველი წლის განმავლობაში ამ ინვესტიციის პერიოდში, თუმცა ძალიან ბევრი თამდევი ეფექტი ექნება და ერთ-ერთი ამოცანა ეკონომიკის სამინისტროსი არის, რომ მუშაობთ შეფასებაზე ამ ინვესტიციის ეკონომიკური ზეგავლენის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემის ეფექტი ამას ცალსახად აქვს, უკვე დღეს საქართველოს გაჩნდა ძალიან ბევრი გლობალური ინვესტორის საინვესტიციო რუკაზე. შეიძლება იყო აქამდეც, მაგრამ გადაწყვეტილებისთვის არ იყო ესა თუ ის კომპანია და ინვესტორი. ერთი გაბედული ნაბიჯი საჭიროა. რა თქმა უნდა, ამიტომ და უშუალოდ MR ჯგუფთან კომუნიკაციაშიც ძალიან ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ, გარდა ამ კონკრეტული ინვესტიციისა, არის კონკრეტული კომპანიები, რომელიც მისდევენ MR ჯგუფის საინვესტიციო პოლიტიკას, ამიტომ აბსოლუტურად რეალურია, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში ჩვენ გვექნება ახალი საინტერესო წინადადებები და დაინტერესებული ინვესტორები ჩვენს სხვადასხვა სფეროებში აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების მიმართულებაზე, მაგრამ ასევე სხვა სექტორებზეც. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ მთლიანობაში იგივე ვიზიტის დროს, რა თქმა უნდა, ეს მთავარი გადაწყვეტილება, თუმცა ამავდროულად ჩვენ ხედავდით, რომ საემიროებიდან ყოველთვის იყო გარკვეული ტიპის ინვესტიციები საქართველოში. თუ არის კიდე დამატებით, ჩვენ ხარ დიდ ჯგუფზე ვსაუბრობთ, მაგრამ იგივე ამ ზოგადად ამ ყოველსმომცველ ეკონომიკურ თანამშრომლობის ფარგლებში, თუ არის კიდევ სხვა გეგმები ბუნებრივია, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, არის, თქვენ სწორად აღნიშნეთ, დაინტერესება ყოველთვის იყო ამ კვირის ვიზიტი გარდა MR-თან დაკავშირებული პროექტზე მემორანდუმის ხელმოწერის გარდა საკმაოდ საინტერესო სხვა შეხვედრებით იყო დატვირთული. საუბარი არის ლოჯისტიკის მიმართულებაზე, საუბარი არის საპორტო და შავი პორტის თემა იყო კიდე, რომელსაც ახლა მიმდინარე წელს უკვე კი ბატონო, საავიაციო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ლოჯისტიკის მიმართულებაზე, ტურიზმზე, ავიაციაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო და კიდევ ერთხელ ის გადაწყვეტილება, რომელიც ინვესტორმა მიიღო და ეს უკვე საჯაროდ არის გაცხადებული და არა მხოლოდ საქართველოში და საამიროებში, არამედ გლობალურად ამას მნიშვნელოვანი გამოხმაურება აქვს. თქვენ ადევნებთ ალბათ თვალყურს საერთაშორისო ბიზნეს პრესას. ამ კომპანიების გადაწყვეტილება და სურვილი საქართველოში იყვნენ ჩართულები ეკონომიკურ პროცესებში მნიშვნელოვნად იმატებს. აი ბოლოს რადგან ლოჯისტიკა ვახსენეთ, აუცილებლად მინდა გითხოთ კიდევ ერთხელ ამ ნაწილზეც. ანუ ჩვენ ასევე
შუა დერეფნის განვითარების ნაწილში როგორც ჩანს ემირატების დაინტერესებაც არის ხო აი მარჩორ შრალი პორტის თემა თუ შეიძლება რომ აი ამ ნაწილზეც ვისაუბროთ ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, დერეფნის განვითარება როგორც ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით, ასევე ენერგეტიკული დერეფნის თვალსაზრისით თქვენიც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ამ შემთხვევაში არ გამოდის ინდივიდუალური პროექტებით, ეს არის რეგიონული პროექტები მინიმუმ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ამიტომ ბუნებრივია, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და ამ შემთხვევაში საამიროების დაინტერესება ამ პროცესში მონაწილეობის არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მათ შორის, როგორც შრალი, ასევე ტრადიციული პორტების მართვის და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პერსპექტივა ამ თვალსაზრისით არსებობს. კი ბატონო, მართლაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მით უმეტეს ეს ვიზიტი თვისებრივად შეცვლის კიდევ ასე ვთქვათ დამატებით დაასტიმულირებს ემირატებიდან ინვესტიციების ნაწილს და არა მხოლოდ ჩვენ ასევე ტურიზმის სტატისტიკაში ვხედავდით თქვენს კოლეგასთან მარიამ ქრუშულთან ერთად ვსაუბრობთ ამ თემაზე, რამდენად გაზრდილია ზოგადად ყურის ქვეყნებიდან საქართველოს დაინტერესება, რაც დამატებით ფაქტორია გამომდინარე იქიდან, რომ სყიდულობით უნარიანობით გამოირჩევიან როგორც წესი ამ ქვეყნების მოქალაქეები და კიდევ ერთხელ საქართველოს ამ კუთხით გახსნილი ქვეყანაა. დიდი მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ეკონომიკური კუთხით ის განსაკუთრებულად პოზიტიური კვირა, რომელსაც წლების განმავლობაში ექნება ძალიან დიდი გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ის ცდელობები, რომელიც იყო სამწუხაროდ ქვეყნის ეკონომიკური ნაწილის და ბიზნეს ნაწილის იზოლაციისკენ წასვლის, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ნაწილში არის დასრულებული. დღეს ბიზნეს ინსაიდერის დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით ორშაბათს.